კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წევრებმა პროექტის ფარგლებში ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ახალციხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს. მათთან ერთად პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ღია გარემოს დაცვითი სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმები ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს, ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებსა და სატყეოს სამმართველოს ხელმძღვანელებს გააცნეს. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს სპეციალური კითხვარები დაურიგდათ, რომელსაც მოსახლეობა შეავსებს. ამ კითხვაზე დაყრდნობით ჩატარდება საკმაოდ შემატებადი დიდი ანალიზი, რომელიც გამოავლენს ადგილობრივ პრობლემატიკას და მნიშვნელოვან საკითხებს სატყეო დარგში საქართველოში. რის შედეგადაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება სატყეო დარგში და გარემოს დაცვის სამინისტრო და სატყეო დეპარტამენტი მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს სატყეო რეფორმის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 90-იანი წლების განმავლობაში სატყეო დარგში გატარებული არაერთი რეფორმამ არასახერბეელო მდგომარეობამდე მიიყვანა ტყის ჩვენი საქართველოს ტყეები და სწორედ აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა სატყეო დარგში გატარდეს აუცილებელი რეფორმირება, განხორციელდეს. სწორედ ამ მიმდინარე არსებული სიტუაციისა და შემდგომში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წარმოვადგინეთ ეს პრეზენტაცია. პროექტის წევრებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეც შეუერთდა. მათ ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ახალციხეში რაბათისა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია დარგე ხე და იზრუნე მასზე მოაწყვეს. თითოეულ ხემცენარეს იმ პიროვნების სახელი მიემაგრა, რომელმაც ნერგი დარგო. ამით მან მის მომავალზე მზრუნველობაც აიღო. ეს კამპანია განსხვავებული იმითი არის, რომ აქ გათვალისწინებულია თვითონ ახალგაზრდების მონაწილეობა ამ კამპანიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ მონაწილეობა ხეების დარგვაში, ასევე გარემოს მოვლაში და თვითონ ეს ფორმა ამ კამპანიისა, რომ მეორეა ეყოლება თითოეულ დარგულ ხეს, ალბათ გააღვიობს ახალგაზრდობაში პირადი პასუხისმგებლობის გზნობას გარემოს მიმართ და ეს ძალიან მისასალმებელია. მე დავრკე ერთი კვიპაროსი, ერთი ნეკერჩხალი. მომასაც შეეხება ვაპირებ რომ მოვუაროთ. დავაწერეთ გვარები, რომ მოვხედოთ ჩვენ დარგულებს, ესე დავთქვით, რომ მივხედოთ ყველა, მოვიდეთ ხოლმე და მივხედოთ მას. ჩამოგვიტანეს 600 ნერგი გარემოს დაცვის სამინისტრომ, აქედან ესე იგი 300 ნეკერჩხალი, 100 ცაცხვი, 100 იფანი, 100 კვიპაროსი. ნაწილი დაირგო რაბათის ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან ასასვლელში, ნაწილი აგერტვაზე. ვამწვანებთ, ვალამაზებთ ქალაქს. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა გამწვანების აქციაში მონაწილეობა ახალციხის საჯარო სკოლების მონაწილეებმა და პროფესიული კოლეჯის ოპიზარის ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა მიიღეს. გამწვანების აქციაა და ჩვენც ჩავერთეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ სტუდენტებთან ერთად, მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ესეთი დარგები, რომლებიც უშუალოდ შეეხება იმ ჩვენ სპეციალობებს და რა თქმა უნდა, მონაწილეობა მივიღეთ, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანის დარგული ხე მომავალს წაადგება და ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი ღონისძიების მიზანს პრაქტიკულ გარემოს დაცვით და გარემოს მოვლით საქმიანობაში საზოგადოების ჩართვა წარმოადგენს. სამცხე-ჯავახეთში და ზოგადად საქართველოში ტყეების მდგომარეობა შემაშფოთებელია, აცხადებენ სპეციალისტები. მათივე თქმით, ანალოგიური ღონისძიებებით მოსახლეობის ინტერესი ტყის მოვლასა და მოფრთხილებასთან დაკავშირებით გაიზრდება. საერთოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ტყეების მდგომარეობა საკმაოდ ცუდია. აუცილებლად საჭიროებს გარკვეული მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას, სარგებლობის რეგულირებას, ტყეში საქონლის რეგულირებას და ყოველივე ამ მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ ამჟამად მთავრობას აქვს განზრახული, რომ ჩატარდეს დარგში აქტიური რეფორმები. ჩვენი მიზანია საზოგადოება ჩავრთოთ გარემოს მოვლით და გარემოს დაცვით საქმიანობაში და რაც შეიძლება მეტი მწვანე ზონები გქონდეს რეგიონში. ყველა სტრუქტურა აქტიურად მონაწილეობს დარგვის აქციაში, არა მარტო ვრგავთ ხეებს, არამედ აქციის სახელწოდება დარგე შენიხე და იზრუნე მასზე. შესაბამისად სამომავლოდ გაგრძელდება ამ ხეებზე ზრუნვაც. სიმბოლურად 22 აპრილს დედამიწის დღეს ჩვენ კიდევ მოვაწყოთ ასეთ აქციას და ამ ადამიანებს საშუალებას მივცემთ, რომ პირველი გასვლა
ერთობლივად ორგანიზებულად განახორციელოთ, ნახოთ ეს ნერგები რამ მდგომარეობაშია, თუ საჭიროა მოვლითი ღონისძიებები ჩავატაროთ, დავასუფთავოთ, მოვწყოთ, თუ არა და შევიკრიბოთ კიდევ ერთხელ ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სილამაზეზე და გამწვანებაზე. დღეს გამწვანების აქცია სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. რეგიონში სულ 3000 ნერგამდე კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და ცაცხვი დაირგო. ახალციხეში ნერგების მოვლა შპს კეთილმოწყობას დაევალა.